თუ შენ ებრძვი კორუფციასთან ბრძოლისთვის უნდა გადადგა აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები, მათ შორის ინსტიტუციონალური ქვეყანაში კორუფციისგან დაზღვევის უნდა დაიჭირო. კორუფციონერები უნდა დაიჭირო, მაგრამ როცა შენ ტოტალური კორუფცია გაქვს მაშინ რატო იჭერ ღარიბაშვილს, როცა ყავს კალაძეც, ხო? და თან 100% ყველა კორუმპირებულია და თვითონ ივანიშვილი ვიზენაკლები კორუმპირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ოფიციალური სტატუსი, ფაქტობრივად ის აკონტროლებს ყველაფერს ამ ქვეყანაში და ის რომ ბიზნესები, ნებისმიერი საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს გაწეული, ეს ყველაფერი კონტროლირდება არა ინსტიტუციონალური მექანიზმებით, არამედ კერძო მექანიზმებით და სუსის მონაწილეობით, ეს ძალიან თვალსაჩინოა. ვიცით რომ ყველა ფულს აკეთებს, მაგრამ იჭერენ მარტო იმათ, რომლებიც პოლიტიკურად ვიღაცის ინტერესების სფეროში ვერ ექცევიან. პოლიტიკური ინტერესები გადაიკვეთა ხა ღარიბაშვილს და როგორც ჩანს გადაიკვეთა ახლა მაგი უკვე მაგათ ურთიერთობაში გასარკვევი დრო ირაკლი არანაირი თავისი ქმედებით საწინააღმდეგოს არაფერს არ ამბობდა და ხო სასამართლოზე სიტყვა და მადლობას თუ ამისი საჭიროება ექნებოდა, მაგრამ ახლა ეს არის მათი პერსონალური ურთიერთობები რა. რატო არ დაიჭირეს კვირიკაშვილი და დაიჭირეს ღარიბაშვილი? ახლა კვირიკაშვილიც ნაწყენი იყო ხო ბიძინევანიშვილი რაღაცებს, მაგრამ რატომღაც იმ ეტაპზე ასეთი ნაბიჯების გადადგმას ეს ბატონ ივანიშვილი ერიდებოდა და ეხლა უკვე ლილუაშვილის დაჭერით აქ სხვა მომენტია მე ჩემთვის რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო რომ შენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს შენ რომ აი ამ ნაბიჯებს დგავ და მე გინდა ისაუბრო ქართული ოცნების 13 წლიან ისტორიაზე შენ უკვე საუბრობ კორუფციის 13 წლიან ისტორიაზე რა ეს აი აბსოლუტურად შენ იმტკიცებულებებით შექმნილი თემა გულისხმობ ივანიშვილის ნაბიჯებს. შენ თუ ამბობ რომ ყველა პრემიერი ცუდი იყო, კვირიკაშვილი ამიტომ იყო ცუდი, გახარი ამიტომ იყო ცუდი, არებაშვილი კორუმპირებული იყო, ციხეში უნდა იჯდეს, ხო? მაშინ შენ ვეღარ გადაწყვეტები 13 წლის წინა პერიოდზე და იმ კორუფციაზე ვერ დაიწყებ ლაპარაკს, ხო? ახლა ფაქტია რომ თუ ჩვენ ის ხაწელი ვინც ოპოზიციაში იყო და მოძრაობასთან საუბრობდით რომ ხელისუფლებაში არის კორუფციული სქემები და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და ასე შემდეგ აი დღეს მტკიცებულებები ამ ჩინოვნიკების მიმართ ამ რეჟიმმა უფრო მეტი დააგროვა ვიდრე იმათ მიმართ შექმნა და ეს რომ შენ სასამართლო გადაწყვეტილებები ამოიღო სააკაშვილის და ღარიბაშვილის და ნახო და დაინტერესდა ვინ უფრო მეტი მოიპარა გამოვა რომ ღარიბაშვილმა მეტი მოიპარა და ამ ყველაფერზე საერთოდ მოპარვაზე არც არის საუბარია იმის შესახებ რომ ადამიანს ჰქონდა ბიზნესიო და მამამისი გააფორმავდა. ასე ნახევარ პარლამენტს აქვს ბიზნესის სხვა ოჯახისებრ გახმოვდა. რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა დაჭერი. კი, ოფიციალურად ეს უკანონობა, მაგრამ მაშინ ყველა დასაჭერია ხა პარლამენტში ვინც არის, ვისაც ბიზნესი ოჯახისებრებზე აქვს გაფორმებული. ანუ და თან წელოსანმა გითხრა ქალბატონმა რომ ეს ამაზე ვიდო დათანხმდა ღარიბაშვილი უფრო ხო და აი მაგას შეძუსაც რაღაცა სხვა დიდ კორუფციაზე იყო, მაგრამ როგორ ჩაიფარცხა. ხო და ესე იგი ჩვენ პიარული ნაწილიც ვერ დაალაგეს ჩვენთვის რაღაცა მოგვასაღონ და გითხრან რომ იცით რა ღარიბაშვილი მართლა ესეთი ცუდიც არ არის რაღაცა შეეშალა მაგრამ ზომიერის მაგი პიარულათაც არ ლაგდება რა ყველა ხვდებით იმას რომ ქვეყანა არის ტოტალური კორუფციის რეჟიმში და კორუფციას არავინ არ ებრძვის, ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც პერსონალურად ვიღაცას არ მოწონს. ესე იგი, ივანიშვილი წვიტავს იმას, ვინა ამ ქვეყანაში კორუმპირებული არა სასამართლო, არა თქვენ ანტიკორუფციული საბჭო, ანტიკორუფციული საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც წესით უნდა არსებობდეს ესეთ ქვეყანაში როგორც საქართველო, ხო? აი, ვინ ზრუნავს ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე? არსებობს ხო?